ჩაგრავს? კაი რა. რაც ბოჟიალო. არაადეკვატური პოდკასტი. არაადეკვატური კითხვები. და ჩვენი პირველი სტუმარია ჩვენი ქარიზმა. ჩვენი ლეგენდა. თამუნა ჯაჯანაშვილი. გამარჯობა. ეს ფერი სპეციალურად შეგირჩიეთ. მადლობა დიდი მაქსიმე. მოკლედ ჩვენ დაგისვამთ რაღაც კითხვებს და თქვენ დაგაგცეთ პასუხი და გაბრიელი დაიწყებს. ამის სახელი ოჯახური მდგომარეობა. რა ჩვენი საქმეა, მაგრამ მაინც. თამუნა ჯაჯანაშვილი. ნუ გზარის ასული. გათხოვე. ოჯახური მდგომარეობა ხომ მკითხე? ხო. გათხოვე. დაოჯახები. კარგი და რა არის თქვენთვის ყველაზე უარგისი სუპერძავა? უარგისი სუპერძავა? რა კითხვებს მისვამთ? მადლობა ჩეკებისთვის. 90-იანებში რა იყო თქვენი ყველაზე საყვარელი ნივთი? ნივთი. ვაიმე, 90-იანები ხო იყო ყველაზე ბნელი. ესე ჩვენ ვიცით ჩვენ სამაგაც. ხო, ნუ არის და მე ვიტყვით რომ ესე ვიხსენებთ საერთოდ რომ ძალიან ბნელი 90-იანებიდან მოვდივართ. არ იყო ჩემთვის ბნელი და სიმართლე გითხრა, თქვენ რომ იცოდეთ ჩვენი ბავშვობა 90-იანებში, დღეს შეგშურდებოდათ. ოღონდ მართლა. იმდენად მაგარი ბავშვობა გქონდა. საყვარელი ნივთი რა იყო? საყვარელი ნივთი იყო, თქვენ წარმოიდგინეთ ეგრეთ წოდებული დვიჟოკი. იცი რა არის? ხო. აი დვიჟოკი ვისაც ქონდა, ყველაზე და ტელევიზორი. ნუ ტელევიზორი ხა ყველას ქონდა. შუქი არ იყო თორე. ტელევიზორი ყველას ქონდა, მაგრამ იმდენად მაგარი ბავშვობა გქონდა. ისეთი მაგარი ბავშვობა მაქვს გატარებული, რომ მე მაგალითად ჩემ შვილსაც სულ ვეუბნები ხოლმე, რომ ძალიან გული მწყდება, რომ იგივე ბავშვობა არ გაქვს გავუკლილი, რაც მე თქო და აი თქვენი гаджеტები, ინტერნეტი, Google არ შეადაროთ ჩემ ბნელ 90-იანებს. რითი ერთობოდით ეგეც მომითხრათ? კლასობანადან დაწყებული, რეზინობანათი დამთავრებული, ყველაფრით. ყველაფრით ვერთობოდით. ვაუ, ხო, შენ რითი ერთობი? ბატონო წამყვანო. რითი ერთობი დღეს? ეს სხვადასხვა გვაქვს App Store. აჰა, დამიმთავრე. დამიმთავრე. სამაგერად არ გაქვთ სტადიონი გვაქვს. ნამდვილი ურთიერთობა. რაც პატარა ვიყავით, რომ გინდოდათ, რომ ეგ გქონოდათ ამგეთი. გეტყვი, როცა 90-იანებში ვიყავი ბავშვი, ჩემს ეზოში იყო ჯიხური. ეგრეთ წოდებული ბუდკა. სადაც იყიდებოდა ზემოთხსენებული ზუკოს და იუპის წვენები და ორცხობივა, პიკნიკი და დოპინგი შოკოლადი. და სიგიჟემდე მინდოდა იქ მჯდარიყავი და მე გამეყიდა ის ყველაფერი და იყო ჩვენი პირველი სართულის მეზობელი ქალი, ძალიან საყვარელი, ვისიც იყო ეს ჯიხური და როცა სახლში შესვლა უნდოდა ხოლმე, ვიდექი და ვეხვაწავდი და დავარდი და მე შევალ რა გეხვეწა და მტოვებდა ხოლმე. მე და ჩემო მეგობარმა გადავწყვიტეთ იმდენად ეშხში ვიყავი შესული, რომ იმისგან ვყიდულობდით საღეჭ რეზინებს და მზეს უმზირას და სადრაბაზოს წინ ვიჯექით და ვყიდდით. მე და ჩემი ბავშვობის მეგობარი გოგო. ყიდულობდნენ მას? კი, ანუ სხვა გზა არ იყო სადრაბაზოს კარში ვიდექით და მე მამა ჩემს უთხრეს ეს და და ჩემისგან და მამა ჩემისგან არც თუ ისე სასიამოვნო რეაქცია მივიღე და ამეკრძალა. მას თქვენთვის უცნაური რა არის ახლანდელ დროში 21 საუკუნეში? უცნაური რა არის? 90-იანებთან განსხვავებით. აუ, 90-იანებს თუ შევადარებ, ყველაფერი უცნაურია. თქვენი აზრით, მაინც? ყველაზე უცნაური. პირველი რეაქცია მახსოვს, როცა გავიგეთ, რომ არსებობდა ესეთი ტელეფონი, უკაბელო ტელეფონი, რომლითაც შეგეძლო ქუჩაში გასვლა. თქვენთვის ეს ამბავი ჩვეულებრივია. ჩვენთვის იყო რაღაცა აი ფანტასტიკის დონე, რაღაცა აი არ არსებობს ტყუილია იგონებენ და როგორ შეიძლება ქუჩაში გახვიდე და ტელეფონი და იქ დაგირეკონ თუ აი რაღაცა ძალიან დიდი საოცრების მომსწრე ხდებოდით და დღეს ახლა ჩვეულებრივ ამბად ითვლება თქვენთვის, მაგრამ გზა და გზა ძალიან ბევრი საოცრების მომსწრე გავხდით და მე ძალიან ბედნიერი ვარ სიმართლე გითხრათ ამით რა, რომ ამის თანამონაწილე ვარ ამ განვითარების და წინსვლის. რამდენადაც კარგია ეს ყველაფერი, იმდენად
არც თუ ისე სასიამოვნოა. თუ იყოს კვირაში რამდენჯერ ბანაობდით? ტაშში. ტაშტით? კვირა იყო გამოყოფილი მახსოვს მე და ჩემი ძმისთვის ბანაობის დღე და გვეზიზღებოდა ეს დღეც. რომ კვირა ვიცოდით რომ იმ ღამეს უნდა თეთრეული გამოცვლილი იყო რაღაცა გაკრახმალებულ თეთრეულში უნდა ჩავწოლილიყავით და უნდა გახეხილები კანაცლილები კვირა დღეს. ანუ ისა კვირაში ვიღაც სამჯერ თუ ბანაობდა ძალიან ის იყო ხო? იცი რა ყველა კვირა დღეს ბანაობდა. რატომღაც ესეთი ტენდენცია იყო? იდექი თუ არა 90-ში პურის რიგში. შეიძლება თუ ვაიმე, დიდექი ოღონდ მაგ პერიოდში მამას ხო ნუ მოკლედ ჩემ ოჯახს არ უწევდა პურის რიგში დგომა, მაგრამ შეიძლება იმდენად დვიჟოკი ქონდა. მაგრამ მე იმდენად ცნობის მოყვარე ბავშვი ვიყავ ყოველთვის რომ როცა ჩემი მეგობრები მშობლები უშვებდნენ ხოლმე პურის რიგში, მეც იმათთან ერთად ყვეხებოდი ხოლმე და ვიდექი და ჭკუაზე არ ვიყავ ხოლმე ისე მიხაროდა. ატარა რომ იყავით, მამა რას გეძახთ? ატარაობისას რას მეძახდა? ატარაობისას არ ვიცი ეს თამუნას ესე მოფერებითი სიტყვები არ ქონდა. ნუ ხა დიდობაში მკითხე თუ გინდა გეტყვი რასაც მეძახს. ბავშვობაში ესე მოფერებითი. დიდობაში რას გეძახდა? ნუ პაგაცის მგელს. აი რომელი სიმღერა რომ ჩაიხვით, აი სულ მაგას ხერი ხარ. აუ რატო მეურე? ბოლო პერიოდში აპიატებული. ხო, მოდიოდი აქ რა. ერთად და ხარ. TikTok-ზე ესე ასკროლის დროს ერთი და აი მის მერე ამ სიყვარულს შესახელს ვარქმე უნდა ჩემს ირგვლივ ვერავის ვამჩნევ. აუ რა მაგრამ ჩვენ სასმელს ხარ მიიფერით მარიმას. მარიმას სასმელ. თამუნამას. დასასმელს. კი, დიდი სიამოვნე. კი. ისე რას ფიქრობთ ჩვენ სასმელს? გემრიელია? ოჰ, კაია. ძალიან გემრიელია. რატო დაასველე? არა. ხა. ვინ დამასველებდა სპონსორი არ აქვს, არაფერი არ გვისხია. და გვასპონსორებს. კარგია, ახლა მინი თამაშების დრო არის. სამ წამში უნდა გაგცეთ პასუხი. მაქსიმალ დაიწყე. ოპა, სამი ქვეყანა. ამერიკა, ესპანეთი, იტალია. სამი გოგოს სახელი. ერთი. ანა, თამუნა, მარი. სამი ბოსტნეული. კიტრი, პომიდორი, ყაბაკი. სამი ბიჭის სახელი. გიორგი, სანი, ლაზარე. სამი ფერი, წითელი, ყვითელი. რა, ეხლა მწვანე, წითელი, ლურჯი. რომელი ფერის თმა აქვს მელოც? ყვითელი, წითელი თუ მწვანე? არც ერთი. არც ერთი რა პასუხია. რა, მელოდია. კარგი, ეს თამაში მოვიჩო. ჩახჩი. მოიგეთ, მაგრამ თამაში მოგვიგეთ. ჩვენ კიდე გვაქვს თამაშები მას. შემდეგ თამაშს ქვია სიმართლე თუ ბლეფი. მოკლედ ჩვენ ყველა სამივე ორი ისტორიას მოგიყვებით ჩვენ თავზე. ერთი ჩვენი მოგონილია, მეორე ნამდვილი ისტორია, ხო? ხო? მოკლედ პირველი ისტორია არის რომ აი ბავშვობაში მინდოდა ძალიან არქიტექტურობა, იმიტომ რომ მანქანა მაჩუქეს და მე ჩემმა კლასელმა ისეთი რაღაც მითხრა რომ საერთოდ ოცნებები გამიქრო და მე ყობა გავიცად და მე დავიწყე მსახიობობა, თორე ადრე არქიტექტურობა მინდოდა. და მეორე არის ერთი წამი სანამ გაგზავ ჩაგეძიები არქიტექტურობა მინდოდა, იმიტომ რომ ბავშვობაში მანქანა მაჩუქესო? ხო. რა შუაში? ანუ მას მანქანა რომ მაჩუქეს, მაქედან გამიჩნდა ის ოცნება რომ არქიტექტურობა დამეწყო. და მე რას ბოჟიალო? ეს ნამდვილი ისტორია იყო. რა არის ნამდვილი? აი ხო. რას ბოჟიალო? გაკეთე ჩუქრია და გინდება არქიტექტურობა, როგორ დააკავე? რას ის მაჩუქეს, რა ქვია? ტრაქტორი. ტრაქტორთან დავიწყე. რა, ბლეფია. არა, მას სიმართლე. მიდი. არის ხო? კარგი, ახლა მეორე. აი, მიდი რა. მეორე ისტორია. არა, გამოიცნო უკვე ბლეფი როა. კაი, მიდი გავუმოშ. 5 წლის ვარ მაშინ მახსოვს ძალიან დავამახრდა და იყო ხის კამი მას. და ჩამოვეხე ხის კამს და მთელი თითის ბალიშები მქონდა გამსკდარი. ეხა ეს და ეხა მეორეს ვიტყვი. ჰა, იქნებ სიმართლეს ვიტყვი და ხედავს.
მე და ჩემი მეგობრები ვართ პირველ სართულზე სკოლაში მას და ესეთი რაღაცა რა მოგზავს მანდატური. ხო. და გადავხვით პანჯრიდან. პირველ სართულის და დაბლა ძაღლი გამოგვიგდა. რომელ კლასში იყავი? მე, ეხა ერთი რამდენი კვირით. ბლეფია. რომელი? აი მეორე ისტორია. რატო თქვი ძაღლზე რა? აუ ძაღლამდეც ვიცოდი რომ. აი ბალიშები ეხაც მეტყობა ნაკერები. ცოტა ისეთი ისტორია, მაგრამ აბა. მოკლედ 7 წლის ვიყავი და დავდიოდი რაგბიზე. მეორე ვარჯიშია. ხო და დავდივართ კრუგებზე დავდუნძულეთ რა. წრეზე და ანუ სტადიონი არ იყო სწორი. ბუნებრივი იყო და ორმოები იყო და გასასწორებელი იყო. და წავიქეცი. 40-ზე მიდევს ხელი. და ყველაზე მძიმე ვინც იყო ის დამახტა. მოგტყდა? დავმტყდა. არა ბლეფია. არა ნამდვილი იყო ეს ისტორია. აი მართლა? ნამდვილი ისტორია. მოკლედ ანგარიში არის ერთი გადავდივართ მესამე თამაშს. მეორე რატომ მომიგეთ? ერთადერთი ვერ გამოვიცანი ლაზარე, თქვენი გამოვიცანი. რა, ჩაგრავთ? კაი რა. მესამე მაშინ ერთნახევარი. ერთნახევარი კულობა. ახლა თქვენ მოიფიქრეთ ამას ორი ისტორია, ერთი სიმართლე და ერთი ბლეფი და ჩვენ გამოვიცნობთ. კარგი. მაშინ ჩემ ცხოვრებაში იყო ესეთი პერიოდი, როცა მე მუშაობდი მიმტანად. ნუ დადგა ეგეთი პერიოდი, როცა მუშაობდი მიმტანად და ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო ეს ჩემთვის, იმიტომ რომ უამრავ ხალხთან მქონდა შეხება და ძალიან ბევრი რამე გავიგე, როცა აი სხვანაირად წარმომედგინა და უცებ სხვა რეალობასთან მომიწია შეჯახება და მე ვთვლი რომ ადამიანებისგან იცი რა, როცა ჩვეულებრივ ცხოვრებაში ხვდებიან, ანუ ძალიან სხვანაირი დამოკიდებულება. ყველაზე ხშირად ას უყეთავდნენ. ყველაზე ხშირად უყეთავდნენ ხინკალს, უყეთავდნენ ხაჭაპურს. რა ღირდა მას? ხინკალი. მაშინ ღირდა ლარი და 10 თვით. მაშინ როდის მას? როცა მე ვმუშაობდი. როდის მას? ხაჭაპური რას ღირდა? რას ღირდა ხაჭაპური? როდის მუშაობდით მას? როდის მუშაობდით? დაახლოებით იყო ეს ალბათ 8 ან 9 წლის წინ. 9 წლის თქვენ აქ მუშაობდით მას. არა. კაი, შემდეგ შედეგი მოგვიყევით. სიმართლე მოგვიყევით. ანუ ეს ბლეფია? ჯერ ერთი ჯერ თქვით სიმართლე. ანუ მე გაგცეთ რო დაამთავრე თურმის. ეხა თქვით იბად. მეორე ამბავს მოგიყვებით ეხა. ხო, მეორე ისტორია არის ესეთი, რომ არაფრის კეთებით, ანუ მე მიყვარს დიდი სიამოვნებით, მოკლედ გეტყვით, დიდი სიამოვნებით, კიდე რომ მექნება ამის შანსი, სხვადასხვა პროფესიაში მოვსინჯავ საკუთარ თავს, ნებისმიერში, ოღონდ და გეტყვი რატომ. როგორც პროფესიულად დამეხმარება ეს, ისე პიროვნულად განვითარებაში. იყო ჩემ ცხოვრებაში ეგეთი მომენტი, ესეც რამოდენიმე წლის წინ, როცა ჩემი მეგობრის დედა ლაპარაკობდა, რომ ერთ-ერთ სუპერმარკეტშიო, საწყობშიო, სტიკერების დამკვრელს ეძებანო და ვინმე გოგო ხوار. და გადავწყვიტე, რომ მე მინდა თქო. და ნუ რა თქმა უნდა, ამაზე ძალიან ისე სიცილი თქოდა და ნუ აი მართლა მე მინდა თქო. მაინტერესებს მეთქი შიგნით რა ხდება თქო და საწყობში სადღაც 5 დღე ან 1 კვირა ჩემ მეგობარ გოგოსთან ერთად სტიკერებს ვაკრავდი შეფუთვებს რა, სხვადასხვა შეფუთვებს და ესეც ერთ-ერთი ძალიან დიდი გამოცდილება იყო. მოვითათბირებთ მას. აბა მოითხოვე. პირველი ხმარა სწორი მგონი რომ 7 წლის წინ მუშაობდა აქ მაგრამ 9 წლის წინ. მაინც ეხა. მაგდენი არ უხიჭია. რა მე ვიფიქრე, ეგრევე ვთხოვე. აი, სავ ხომას. მაქსიმე გამოაცხადეს. ლაზარე იტყვის. ლაზარე იტყვის. პირველი იყო ბლეფი. და მეორე იყო სიმართლე? დიახ. Yes. სტიკერებს მართლა კრავდით вас? კი, იცი რა მაგარი იყო? ძალიან მაგარი დიდი სიამოვნებით დავაკრავდი. მე დაგისვამთ კითხვებს და თქვენ და მიპასუხოთ არასწორად. არასწორად, კარგი. დავიწყეთ. ჩვენ გაგიშოთ. რა ფერი არის წითელი? მწვანე, რა ფერი ბალახი? თეთრი. მე რა ფერის ვარ? იასამნისფერი.
რა ხნის იყავით, როდესაც ყვითელი ფერი შეიგრძენით? 61-ის. რა კითხავდა? დამეკრის ხართ. 82-ის. რა ქვია და გიორგის? ვაჟა. და რატოა გიორგი ვაჟა? ეს ადაირადო და რატოა გიორგი ვაჟა? იმიტომ და всё. არა თქვი, ვაჟა. რა ფერს მაისური გაცვით? წითელი. ეს რა ფერია? ეს არის იასამნისფერი. 3 წამი გავიდა მაგ. რატო? ეხა 3 წამი როდის გადის? ზეგ. და ზეგ? ზეგ. და ხვალ? რა ფერს არის უკანა კედელი? არ შეხედოთ. თეთრი. და ფერი? რისი? იმის. იმის არის ნაცრისფერი. მოგვიგო 2-1. 2/9 1. 1/9. 2/9. ჩვენ ნახევარი გვაქვს. 2/9. 1. კარგი. გადავეთ ისევ კითხების რუბრიკაზე. კარგი. ცნობილობა გინდათ, ანუ ყველა რო გიცნობდეთ თუ იცი რა? ანუ პოპულარული. ხო, პოპულარული. ხო, ყოველთვის მინდოდა. რაღაცა პრივილეგია მეგონა ბავშვობაში. ცნობადობას მოქონდა რაღაცა ბევრი შესაძლებლობები და ბევრი მწვანე იყო ანთებული შენთვის, ხო? ესე მეგონა. ეხა ამასაკში, ხო? ამაზე ესეთი მძაფრი უჩაცი ყვა აღარ მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ როცა ეს რაღაცა იდეა ფიქსი გადავარდა ჩემი თავიდან, ეხა უფრო მცნობენ. ჩვენი თეატრალური სახელოსნო ბრავოს დამსახურებით, ეხლა რომ ცნობენ ქუჩაში და ძალიან ბევრ სითბოს ვიღებ ხალხისგან, ეხლა ხვდები რომ თურმე ეს მინდოდა. ეს ზოგადად მიყვარს ადამიანები და მიყვარს გაზიარება ემოციების სრულიად უცხო ადამიანებთან. ოღონდ მართლა, ყველა ემოციის გაზიარება და როცა იმათგან ამ სითბოს ვიღებ, ისეთი დამუხტული ვარ ხოლმე იმ დღეს, რომ ხო, ალბათ ეს არის მთავარი ამბავი ცნობადობაში, თორემ სხვა ის რაც მე მეგონა და წარმომედგინა ბავშვობაში. მას ზაღლი უფრო გიყვართ ზვიგერი? ძაღლები ძალიან. წინა ცხოვრებაში თქვენი აზრით ვინ იყავით? კაცი აუცილებლად ეს უდაოდ ვიცი. რომ მე წინა ცხოვრებაში ვიყავი კაცი. ძალიან ძლიერი, ახოვანი, წარმატებული, შემდგარი მამაკაცი. ერთი 3 ოჯახი მაინც მეყოლებოდა. თუ გინდა ეს ამოჭრი, მაგრამ სამწოლგანაშვები მამაკაცი. დაუბრალად. ხა, ჩვენ ჩიტო მოგვიტანა ამბავი, რომ თქვენ ლექსებს წერთ. ებს არა. ლექსს? ლექსებს არ ვწერ. ნუ რაღაცებს წერდი ხოლმე, მაქვს. უცებოდ დაგვიწეროთ პატარა ლექსი. ან გითხრათ. ხა რა დაგიწერო? ხაი უცებ. უცებ. აი დროს დავაპაუზებ ჩვენ. დაპაუზდა და თქვენ მოიფიქრეთ. იცი რა ვქნათ? მე გეტყვით მაგარი იდეას. მოდი ერთად დავწეროთ. აი, ერთად. მე დავიწყებ, მე შენ, მე და მოდი ავეწყოთ. აბა გარითმით თქვენ თვითონ, კაი? დაიწყებ. ერთად გავვრიცხებთ. დავიწყებთ მე ჩვენ. ხო, რა, ერთად დავწეროთ. ზალა ერთობაშია ბავშვებო. ზალა. კაი, მოკლედ მე ვიწყებ, ხო? ეხ. ჩემი თქვენთან სტუმრობა. ძალიან გამიხარდა. იყო ასე მაგარი. და კიდევაც დაბალი. რა გარითმეთ? მას გააგრძელეთ რატომ? კარგი ხა. იყო არაბის როსტევანი. კაი, დაიწყებ და სერიოზულად. კარგი, სერიოზულად რითმა? კარგი. ნახე? მე ხო კაი რითმა? ვთქვი მას, მე ხო კაი. კი? ხო. ჩემი თქვენთან სტუმრობა. ძალიან გამიხარდა. იყო ბევრი ხალისი. და კიდევაც მიყვარდა. და კიდევაც რა უეც. აუ, რამე არალოგიკური ვთქვათ რა. და კიდევაც მიყვარხარ. მას ლექსები აღინა, მარი მას. და კიდევაც პარიზი, მე ვარ. მას იცით რა თამაში არსებობს? მე შენ და ის რა თამაშობდი? შენ. რა ქვია? სიტყვას რა. ასოზე. ხო, ასოზე. ანუ მას ხო ამგანი ჩემი თქვენთან არა, მას სტუმრობა არ ათქვით. ყოფილა იოლი. დალეთ დიროლი. მართალია, ნუ მასაკინე ხა ფიში ვაწყო. ჩემი თქვენთან ნატკევი დიროლი? არ ყოფილა იოლი. მეტალ ისევ ხომ არ არა, ერთი წამი, არა და დავაწყოთ ვიში და ამომივარდა.
ხომ არ გინდა ისევ წავიდეს? იქ წავსულიყავი საითაც მიდიოდი. ბრავო. ვის გამოვარჩევთ ჩვენ სამში და რატომ მე? აუ ვერც ერთ ვერ გამოგარჩევდით, იმიტომ რატომ მე? რა სამივე ძალიან მიყვარხართ. არა, სამივე ძალიან მიყვარხართ. ყველაზე ცელქები ხართ, ყველაზე მოუსვენრები, ყველაზე მეტად მიშლით ხოლმე ნერვებს. ეს გაბრიელი ხო? სამივე. მაგრამ სამივე ძალიან მიყვარხართ. შედასვაში ვარ. მართლა. რას ურჩევდი ჩვენ დამწყებ სახიობებს? დამწყებ მსახიობებს რას ურჩევდი? პირველ რიგში იმას, რომ მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ ამ პროფესიის გამო უნდა გადადონ თავი. წინ ელოდებათ უდიდესი შრომა, უდიდეს სიამოვნებასთან ერთად. ეს უფრო ენთუზიაზმის პროფესია, ვიდრე სხვა დანარჩენი. აი მას გათენდა და უცებ ტელევიზორი ჩართეთ. ხო? და ჩვენ სამუდამელია მე არის ჰოლივუდის ვარსკვლავი. ვაიმე, ამინ. და ოსკარი ავიღეთ. რას იზავდით პირველი? პირველი, რაც ასაკში შევედი და 20 წლის გავხდი, 21. გავხდი ძალიან გულჩვილი. და ელემენტარულ რაღაცებსაც ხვდები რომ მეტირება ხოლმე. პირველი ზუსტად ვიცი, აი ხაც რო წარმოვიდგინე. აუცილებლად ტირილს დავიწყებდი. ვიტირებდი ბევრს, მე როგორც ვიცი ემოციურად აკეთებდი ვირბენდი და ვიტყვი რომ yes თქო. აი ამას ვიზამ. ნუ რა თქმა უნდა ის რომ სოციალურ ქსელებში ეს ჩემი მოსწავლე იყო, ეს ყველაზე მაგარი ბიჭია, აი ამას ვიზამ. ყველაზე დიდი შეცდომა მსახიობის რეჟისორთან რა არის? უნდობლობა, როცა სპექტაკლი იდგმება, როცა სამუშაო პროცესია, იქ ჯანსაღი შეკამათებაც, ჯანსაღი კამათი ჩვეულებრივი ამბავია. უნდობლობაა ყველაზე დიდი შეცდომა, როცა მსახიობი რეჟისორს არ ენდობი ამ პირიქით. მაგ შემთხვევაში არ არსებობს იქ კარგი შედეგი დაიდოს. გამორიცხული ამბავია. უნდობლობაა ყველაზე დიდი შეცდომა. თუ ამ საქმეს ხელს კიდევ და იმ რეჟისორთან მუშაობას იწყებ, მაშინ ნდობაც უნდა გქონდეს, სხვა შემთხვევაში ვერ გამოვა და არ გამოვა რა. საყვარელი ტკბილეული რა არის? საყვარელი ტკბილეული, მე პერიოდულად მაქვს ამოჩენება. ცოტა ნელა რა. იცის ხოლმე ასე გასვლები. ვიჩემებ ხოლმე პერიოდულად და ბოლო პერიოდში აჩემებ. საყვები, საყვარელი. ყვაპი მიყვარს ძალიან. გინდა? იქოს. აი. მას თქვენც ხო გინდათ ის? ლობიანი? კი, მაგრამ არ მეჭმება. რატო? არა. მოდი მიჩამეთი. ბაზო, ორი მოიტანე. აი ხო უნდა ჭამოთ? კაი რა. აი რა არ შეიძლება 10 დღე დიეტაზე. დიეტაზე? დიეტაზე. აიმე? ჩვენ ეთერში იქნება ბულინგი თუ შეიძლება. კაი რა, ეს ეხა სასჯელია. აუ კარგი. ეს არ პროტესტს ხადებ. კაი რა. საყვარელი საყვები გავჩერდით ჩვენ. საყვარელი საკვები. ვარდისფერი პომიდორი, ლომჟაო ყველი, ციცაკა, ლობიანი. და შავი პური. როგორ? ვერ გავიგეთ ვასვარ? არ გიყურე. მალადეც. ეგრე უნდა რა შეხედე? აი მასპინცი. ჩვენი არაადეკვატური პოდკასტი. ადეკვატურ დასასრულს მივახლოვდა. დიახ. დიახ. დიდი მადლობა ბატონო წამყვანებო. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან ერთად და გილოცავთ პოდკასტის დაწყებას. და წინ და წინ ბიჭებო. ამბობ თქვენიც. აღვანდის. ვიყარხართ ძალიან.